დიდრების ფსიქოლოგია მთელი შენი კონტენტი შეძლებულ ხალხზეა გათვლილი. მოდი მე ცოტა სხვანაირად ვიტყოდი. მყავს თორე ბევრი შეძლებული კლიენტი? კი ბატონო. მარტივი მიზეზის გამო. ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში ინვესტიციას დებენ, დიდრები არიან. ღარიბი ადამიანი საკუთარ თავში ინვესტიციას არ დებს. ღარიბ ადამიანს გონია, რომ ერთ დღეს ვიღაცა გადაარჩენს, ვიღაცა დაეხმარება, ანუ რაც გულისხმობ ამ ყველაფერს. სიღარიბე და სიმდიდრე მენტალური არის. არსებობენ ადამიანები, რომლებიც დაუშვათ ჩემგან იღებენ იმ ტიპის ინფორმაციას, იმიტომ რომ იციან ამ ყველაფერს სხვისგან ვერ მიიღებენ. ყველა შემნაირი ცხოვრებისეული გამოცდილება არ ექნება. ყველა იმ ჯოჯოხეთში არ ყოფილა, სადაც მე ვიყავი და ესე სწრაფად იმ ჯოჯოხეთიდან არ ამოსულა, როგორც მე ამოვედი. ყველაფერს აფასებენ და ცდილობენ გაიგონ რა იცის ამან ისეთი, რაც მე არ ვიცი. ღარიბი ადამიანი, მენტალურად ღარიბი ადამიანი, მსგავსი ტიპის რაღაცას არასოდეს არ გააკეთებს. ღარიბი ადამიანის პრობლემის გადაჭრის მარტივი საშუალებები არის ალკოჰოლი, ნარკოტიკული საშუალებები და საკუთარ თავში ინვესტიციას არ ჩადებს. ასე რომ ყველა ვინც ჩემთან მოდის, შეძლებულია მენტალურად.